აი უკეთეს ამბავს მოგიყვებით კიდე რეიფი გავიცანი ეს იყო 2012 წელი მე მგონი როცა მე ვარ მოსკოვის პოლიტიკური კვლევების სკოლის კურსდამთავრებული და ძალიან მაგარი სკოლა არის ეს აბსოლუტურად ესეთი ძლიერ ფასეულობებზე დაყრდნობილი და ძალიან სერიოზული სკოლა და საერთაშორისო სკოლების ქსელის ნაწილი არის და აი ამ სკოლების ქსელის იუბილე თორჩდები 20 წლის იუბილე იყო შედგა ლონდონში და მათ შორის მიღება საზეიმო მიღება შედგა თემთა პალატის სპიკერის მაშინ რა ქვია რეზიდენციაში და იქ მოკლედ კლასიკური წესით ყველაფერი ეს ხდებოდა და იქ შევხვდით რეიფს და შევხვდით ისე რომ ახლა ნუ იქ როცა ოფიციალური ნაწილი დამთავრდა მე წავიდა მოკლედ ეს ყველაფერი უფრო ახლო სივრცეში გაცნობა და მე როცა ვეუბნებოდი როცა თბილისში იყო ჩემს მაშინ ვეხუმრებოდი რეიფს რომ აი მე რო ჩემ შვილიშვილებს მოუყვები რომ ლონდონში თემთა პალატის სპიკერის რეზიდენციაში მე და რეიფ ფაინსი ერთად ვსვავდით და თან ეს ჩემი შვილიშვილები რომ იფიქრებენ რომ ბაბუმ გარეკა და ამ დროს რო ეს იქნება აბსოლუტური ჭეშმარიტება იმიტომ რომ მართლაც ასე იყო ძალიან კარგი ადამიანია აღარ ვიტყვი იმას რამხელა არტისტია მოგეწონათ კონკლავი კონკლავი მომეწონა და სამაგეროდ არ მომეწონა დაჯილდოების შედეგები